რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ირანისთვის დრო იწურება და მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ, თორემ მათგან აღარაფერი დარჩება. დრო აღარ ითმენს. ეხლა ეს პოსტი გამოქვეყნდა მაშინ, როცა ბირთვულ მოლაპარაკებებზე უკვე რამდენიმე კვირაა ჩიხია. და სულ რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტიდან ისრაელი და შეერთებული შტატები ახლა ჩუმად ემზადებიან ირანთან შესაძლო განახლებული კონფლიქტისთვის. სამხედრო კოორდინაცია ძლიერდება. რაკეტური მუქარები კვლავ ჩნდება. პრეზიდენტი ტრამპი მიანიშნებს, რომ ის, რასაც ის შტორმამდე სიმშვიდეს უწოდებს, შესაძლოა მალე დასრულდეს. და ბლეკმაიერი მოგვითხრობს ამ ამბავს. ისრაელი და აშშ ინტენსიურად ემზადებიან ირანში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მუსადს შორის, რადგან სამხედროები ემზადებიან კონფლიქტის განახლებისთვის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მუთმინება ეწურება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო. თავის Truth Social-ის ანგარიშზე ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის შტორმიან ზღვაში გემზე იმყოფება და წარწერად დაურთო. ეს იყო სიმშვიდე ქარიშხალამდე. თუმცა ისრაელის შეფასებებით ტრამპი სავარაუდოდ სრულად არ ჩაერთვება. ამასთან ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანმა აღადგინა თავისი სარაკეტო შესაძლებლობების ნაწილი. და მხოლოდ არმია არ ემზადება. ირანის სახელმწიფო მედია აჩვენებს, როგორ გადიან მთავრობის მხარდამჭერები თავდაცვის წვრთნებს მეჩეთებში. ჩვენ ოჯახთან ერთად მოვედით. შვილიშვილებიც კი წამოვიყვანეთ. ყველამ უნდა ვისწავლოთ იარაღის გამოყენება, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ტრამპი, შენ ვერ წაგართმევ ირანს ჰორმუზის სრუტეს. მე მოვედი, რომ გაგანადგურო. მიმდინარე სიტუაციაში ერთ-ერთი მთავარი ბლოკირების წერტილი არის ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე. ირანი აცხადებს, რომ მალე გაასაჯაროებს გეგმას, თუ როგორ მართავს მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში, მათ შორის გადასახადების დაწესებასაც. და რადგან რეგიონი კიდევ 1-4 საათიანი ომის ზღვარზეა, მთელი ყურადღება მიმართულია პრეზიდენტ ტრამპზე და მის შემდეგ ნაბიჯზე. დამატებით ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის ჯოელ რუბინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე და წიგნის დემოკრატიული საგარეო პოლიტიკის გადარჩენა ავტორი, რომელიც გვიერთდება შეერთებული შტატებიდან. ეხლა ჯოელ, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ დრო იწურება, მაგრამ ჩანს, რომ დრო უკვე დიდი ხანია იწურება. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დღეს საღამოს სატელეფონო საუბარი გამართეს, რათა განეხილათ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში. მაგრამ ტრამპისა და პრეზიდენტ სის შეხვედრამ ირანის საკითხზე რაიმე შეცვალა. თუ ისევ ის ძირითადი არჩევანი დგას ისრაელისა და შეერთებული შტატების წინაშე, მტკიცე დიპლომატია თუ შესაძლო სამხედრო მოქმედება. სად ვართ ახლა? დიახ, ნიკოს, სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და ჩინეთის ჩართულობა საუკეთესო შემთხვევაში უშედეგო იყო. ეხლა აშკარად პრეზიდენტმა სიემ თქვა, რომ სრუტე უნდა იყოს ღია და რომ მას სურს სამხედრო მოქმედებების დასრულება. და ასევე რა თქმა უნდა ბირთვულ საკითხთან განკლავება. მაგრამ რეალურად არაფერი იყო დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ უნდა მიღწეულიყო ეს მიზნები. ასე რომ ვფიქრობ ეხლა იქ ვართ, სადაც ვიზიტამდე ვიყავით. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს ცოტა მეტ სივრცეს აძლევს პრეზიდენტ ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის, რადგან ახლა მან უკვე ჩაატარა შეხვედრა ჩინეთთან. და ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ომამდე და ომის დროსაც შეშფოთებას იწვევდა. წავიდოდა კი ის ჩინეთში მაშინ, როცა ჩვენც ხელომში ვართ. ეხლა ეს უკვე დასრულებულია. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტი ეხლა მოლაპარაკებებს უხურებს. მას გონია, რომ ისინი ჩიხშია. სინამდვილეში ჩიხშია. ირანი ცდილობს უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს ჰორმუზზე და არანაკლები. ასე რომ მისი არჩევანი სულ უფრო ვიწროვდება. აი, რატო განიხილება სამხედრო ვარიანტი საჯაროდ ბევრად უფრო აგრესიულად ეხლა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ? ნატიპის შეზღუდულ სამხედრო ვარიანტებს შეიძლება მიმართოს აშშ-მა ისე, რომ მზავნილი გააგზავნოს, მაგრამ ამერიკა ფართო ომში არ ჩაითრიოს. რა ვარიანტებზეა საუბარი ამჟამად? დიახ, ნახეთ, თავარი ვარიანტია, რა თქმა უნდა, როგორ გახსნიან სრუტეს. და არსებობს თუ არა შესაძლებლობა განხორციელდეს დარტყმები ამ ზონაში, რათა ირანის ძალები, რომლებიც სრუტეში ისვრიან, სროლით იმუქრებიან ან ნაღმებს აგებენ, იქიდან გაიყვანონ და მთელი ეს ინფრასტრუქტურა გაანეიტრალონ. და ეს შესაძლოა ნიშნავდეს ჯარების შეყვანას სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე და ეს ძალიან მაღალი რისკის მქონე ნაბიჯია. ეს ის საკითხია, რაზეც პრეზიდენტს ადრე უსაუბრია. ეს სავარაუდოდ ფიზიკური გზაა ამის გასაკეთებლად, თუ ის ამ გზას აირჩევს. მაგრამ ამ ეტაპზე ირანელები არ ძნობენ საჭიროებას, რომ მოლაპარაკებებზე დაბრუნდნენ. და ისინი მზად არიან და ამას დავამატებ, ისინი მზად არიან, რომ მათი ხალხი განაგრძოს ტანჯვა. ირანში ინტერნეტი არ არის. ისინი შემოსავალს ვერ იღებენ, რადგან ჩვენ შეერთებული შტატები მათ ნავთობის ექსპორტსაც ბლოკავთ.
და მათ ნამდვილად შეიძლება მეტი მოთმინება ქონდეთ ვიდრე ჩვენ, რადგან მათ არ აინტერესებთ მათი ხალხის ტანჯვა, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, სადაც ნავთობის ფასებმა ბენზინის ფასების ზრდა გამოიწვია და ამერიკელები ამ კონფლიქტით უკმაყოფილონი არიან. კარგი, თუ ირანს მოთმინება ეყოფა და ირანი თავის მოთხოვნებს არ შეამსუბუქებს, ხედავთ რაიმე პოტენციალს რეალური დიპლომატიური გარღვევისთვის? მე ამას მხოლოდ მაშინ ხედავ, თუ პრეზიდენტი გააგრძელებს იმას, რაც ჩინეთში გააკეთა. კვლავ გამოიყენებს სამხედრო მუქარებს, როგორც ერთ-ერთ გზას, მაგრამ კვლავ ჩინელებს მიმართავს. ვიცი, მან საჯაროდ თქვა, რომ მათგან არაფრის თხოვნა არ უნდოდა, მათი დახმარება არ სჭირდებოდა. ერთი დღით ადრე სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, რომ მათი დახმარება გჭირდებოდა. ჩვენ ნამდვილად გჭირდება მათი დახმარება. ჩვენ გჭირდება მთელი დიპლომატიური ზეწოლა, რაც კი შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი მოკავშირეებისგან, რომლებიც ასევე იტანჯებიან, ისევე როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან, მაგალითად ჩინეთისგან. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ ევროპულ ქვეყნებს და ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ნავთობის მიწოდების აღდგენა და ყველამ უნდა მოახდინოს ზეწოლა ირანზე. თუ ასე არ მოხდება, მე ნამდვილად ფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევანი სამხედრო მოქმედებებზე დაბრუნების შესახებ სწორია, მაგრამ მან უნდა გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და სამხედრო გზა, სანამ სამხედრო მოქმედებებზე გადავა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საკმარისი გვაქვს გაკეთებული. ჯოლ, რას დააკვირდები მომდევნო 24-დან 48 საათის განმავლობაში, რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, საით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ რეგიონში? Ho, Nicole, ერთ რამეს გეტყვი ვაშინგტონის პერსპექტივიდან. პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს დიდი პოლიტიკური სივრცე, რომ გააკეთოს ის, რაც სურს და მანევრირება მოახდინოს. ფაქტობრივად, მან გუშინ ღამით მცირე გამარჯვება მოიპოვა ლუიზიანას პრაიმერისში, სადაც მისი რესპუბლიკელი ოპონენტი არჩევნებში დამარცხდა. ესე რომ მას ნამდვილად სრული კონტროლი აქვს რესპუბლიკურ პარტიაზე. ეს ნიშნავს, რომ კონგრესი მას არ შეუშლის ხელს ამ სამხედრო ქმედებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება განახლებული ქმედებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. და მას შეუძლია ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩინელებს ბევრად მეტი გააკეთებინოს, ვიდრე სიტყვიერად დააფიქსირეს, როცა ის იქ იყო. ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დაარწმუნოს, ირანზე ზეწოლა მოახდინონ. რადგან ირანი აშკარად ფიქრობს, რომ უპირატესობა აქვს, დრო მის მხარესაა და შეუძლია ეს პროცესი გაახანგრძლიოს. სამხედრო ვარიანტი ფონზე უნდა იყოს ნათელი, რათა ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით ირანზე ზეწოლა გაიზარდოს. და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით წავიყვანთ მოვლენებს მომდევნო რამდენიმე დღეში. ჯოლ რუბინ, მადლობა ამ განახლებისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ყოფნას აი 24 News English-ზე, როგორც ყოველთვის. მადლობა. Nicole